თავად კონფლიქტი ეხლა მანდამს ერთ დღეში არ დაწყებულა, მხოლოდ საბჭოთა კავშირის აი გრევის შემდეგ უცებ ეს რაღაცა სიურპრიზი შეიძლება არავის არ ყოფილა, იმიტომ რომ მას შემდეგ რაც რუსეთის იმპერია შემოვიდა სამხრეთ კავკასიაში მე-19 საუკუნიდან, მაშინ არ იყო საქართველო როგორც ასე ვთქვათ, ესე პოლიტიკური ერთეული მთლიანი, მაგრამ რაღაც ნაწილ-ნაწილში რო საქართველოს დაპყრობა და თავად რუსმა სამხედროებმა, ეთნოგრაფებმა, ისტორიკოსებმა მე მგონი ერთ-ერთ ყველაზე კარგად შეისწავლეს საქართველოს ცხოვრები ეთნიკური ჯგუფების ხასიათი, ბუნება, ფსიქოლოგიური პორტრეტები შეადგინეს და დღესაც მე მგონი ისინი ძალიან კარგად იყენებენ იმ ცოდნას, რომელიც დაგროვილია სამწუხაროდ ამ წარსული საუკუნეების განმავლობაში და დღესაც ხშირად შთაბეჭდილება მრჩება, რომ სწორედ ამ გზამკვლევით მოქმედებენ, რომელიც შეიქმნა განსაკუთრებით რაღაც მე-19 საუკუნის როდესაც რუსეთის იმპერია ასე უფრო ღრმად შემოვიდა ჩვენს რეგიონში და მაშინ დაიწყეს მათ ამ სხვადასხვა ბარათო ეთნიკური ჯგუფებს არამედ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები სხვადასხვა კუთხეებში მცხოვრები ქართველების ფსიქოტიპის შედგენა, მათი ხასიათის შედგენა, რომელსაც მე ისინი ძალიან კარგად იყენებდნენ ხოლმე, როგორც წესი ერთმანეთის წინააღმდეგ დასაპირისპირებლად. ასევე აფხაზური საკითხიც ამ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ რუსეთის იმპერიის მიდგომა იყო, ალბათ ყველა იმპერიის, რომ ეს დაყავი და იბატონოს პოლიტიკა ყველაზე კარგი ინსტრუმენტია იმისთვის, რომ მართო, ასე ვთქვათ, დაპყრობილი ტერიტორიები